სინდისის პატიმრების პროცესები გრძელდება. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 პირის პროცესი მიმდინარეობს. ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკსა და ირაკლი ქერაშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მანამდე დაიწყო ნარკოდანაშაულში ბრალდებული ანტონ ჩეჩინის პროცესი, ასევე დღეს არის დაგეგმილი ნარკოდანაშაულში ბრალდებული გიორგი ახობაძის პროცესიც. ორივე ნარკოტიკის ჩადებაზე ლაპარაკობს. ლიზი ვეკუა მუშაობს სასამართლოსთან, სადაც ახალი შეზღუდვების თანახმად მედიას პროცესების გადაღების უფლება არ აქვს. ლიზი, რა ხდება ამ განხილვებზე? დიახსოფო, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში კვლავ გრძელდება სინდისის 11 პატიმრის სასამართლო პროცესი. ეს დაახლოებით 40 წუთის წინ დაიწყო და დღევანდელ სხდომაზე კვლავ არსებითი განხილვის ეტაპია და იხილება ბრალდების მხარის მოწმეები, იკითხებიან ის ადამიანები, რომლებიც ჩართული იყვნენ გამოძიებაში ამ საქმეების და იმ მტკიცებების ამოგებაში, რასაც ედავებიან კონკრეტულად ამ 11 პირს. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს კვლავ არ იმყოფება რევაზ კიკნაძე, რომელიც რამდენიმე სხდომის წინ გააძევა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა და არაერთი შუამდგომლობის დაყენების მიუხედავად დღეს მაგალითად გუჯა ავსაჯანიშვილმა რევაზ კიკნაძის ადვოკატმა კვლავ დააყენა შუამდგომლობა რევაზ კიკნაძის დარბაზში დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუმცა გალუსტაშვილმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და რევაზ კიკნაძე კვლავ ვერ ესწრება საკუთარ სასამართლოს სხდომებს. ასევე ვიხილეთ მედიის საკითხთან დაკავშირებით შუამდგომლობაც, რომელიც ირაკლი ჩომახაშვილმა დააკენა ადვოკატმა და მოითხოვა, რომ უფლებამოსილი პირი მაინც დანიშნოს სასამართლომ იმისათვის, რომ გადაიღონ ის სხდომა, რომელსაც დიდი საზოგადოებრივი ინტერესი აქვს, თუმცა გალუსტაშვილმა თქვა, რომ ეს მისი პასუხისმგებლობა არ არის და უნდა მივმართოთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. თქვენ ხედავთ, რომ კვლავ არ გვეძლევა შესაძლებლობა გადავიღოთ სხდომები, არამედ არც გვაქვს იმის უფლება, რომ შევიდეთ ეზოშიც. კი, დღევანდელ სხდომაზე, როგორც უკვე გითხარით, გრძელდება მტკიცებულებების გამოკვლევა. ამასთან დაკავშირებით უფლებადამცველები და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ჩავწერეთ, რომლებიც ამბობენ, რომ ბოლო პროცესებმა და ბოლო პროცესზე არსებულმა ვიდეო მტკიცებულებებმა, სადაც ნათლად ჩანს, რომ პოლიციელები ემუქრებიან აქციის მონაწილეებს, ამბობენ შემდეგ სიტყვებს შეასხით მოკალით ამ ვიდეო მტკიცებულებებმა საპირისპირო დაგვანახა მთლიანი პროცესი და ამბობენ, რომ რეალურად ამ მტკიცებულებებით, რაც პროკურატურას მოაქვს, პირიქით დასტურდება, რომ სინდისის პატიმრები არიან უდანაშაულოები. სხდომა აჩვენებს და ცხადყოფს იმას, რომ რაიმე სახის მტკიცებულება არ გააჩნია ბრალდების მხარეს და წინა სასამართლო მასაც შეეხება გამოკვლეული იქნა ვიდეო მტკიცებულებები, სადაც რაიმე სახის ძალადობა არ ჩანდა ჩვენი დაცვისმყოფებისგან. პირიქით სამართალ უწყების წარმომადგენლის მხრიდან იყო არაერთი შეძახილი მოწოდება მკვლელობის მუქარად და რა თქმა უნდა ყველაფერი ცხადყოფს იმას, რომ არანაირი სახის მტკიცებულების არ ეყრდნობა საგამოძიებო ორგანო, მათთვის მთავარი იყო გარკვეული რაღაცა პირთა რიცხვი შეეკრათ, წარდგენა საზოგადოებისთვის რაღაც მესიჯი გაეგზავნათ, რომ ყველას დავსჯით, მიუხედავად იმისა, რა იმოქმედება ჩაიდინა თუ არა. წინა პროცესებმა რეალურად დაადასტურა ის ფაქტი, რასაც ამდენი ხანია სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ვამტკიცებთ და ვიძახით, რომ რეალურად ეს ბიჭები არაფერში არ არიან დამნაშავეები და რომ რეალურად გდდ-ს წარმომადგენლები და შსს წარმომადგენლები არიან ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც ძალადობენ და მუქარი შემცველი ფრაზებით გამოირჩეოდნენ აქციის მონაწილეების მიმართ. რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო პროცესს, დღესაც მოგაგრძელდეს ვიდეო მასალების გამოკვლევა, იმიტომ რომ წინაზე ვერ მოასწრეს და დღესაც იგივე კადრებს ველოდებით სიმართლე რო გითხრათ, თხელდა სამუდამოდ უნდა დაადასტურდეს და დამტკიცეს ფაქტი, რომ ბიჭები არიან უდანაშაულოები. სინდისის 11 პატიმრის გარდა ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ანტონ ჩეჩენის სასამართლოს სხდომაც, რომელსაც დიდი ოდენობის ნარკოტიკების შეძენა შენახვას ედავებიან და მას 8-დან 20 წლამდე ანუადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ანტონ ჩეჩენის შემთხვევაში საქმე არის არსებითი განხილვის ეტაპზე, იკითხებიან კვლავ ბრალდების მხარის მოწმეები და დღეს იკითხება თარჯიმანი, ის მოწმე, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ანტონ ჩეჩენის დაკავების მომენტში და როგორც უფლებადამცველი და ასევე ანტონ ჩეჩენის მეუღლე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ რეალურად ეს მოწმე არ არის ნეიტრალური, როგორც ამას პროკურატურა ამტკიცებს და მისი ჩვენება ძალიან ბევრ რამეს აჩვენებს.
დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე ველოდებით საგამოძიებო მოქმედება პირაჩხეკაში მონაწილე თარჯიმას, რომელმაც მიიღო 2024 წლის 3 დეკემბრის მონაწილეობა ანტონ ჩეჩინის პირაჩხეკაში და რეალურად მთლიანად ამ მოწმეზე არის დამოკიდებული პროკურატურის ვერსია, გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად თარჯიმნის, ესე რომ ვთქვათ, მონათლა სურთ როგორც ნეიტრალურ პირად. ეს ადამიანი თავისი არსით ვერ ჩაითვლება ნეიტრალურად. აქ არ არის საუბარი უშუალოდ თარჯიმნის, როგორც ესე რომ ვთქვათ, ფუნქციის მატარებელ პიროვნებაზე, რა თქმა უნდა, თარჯიმანია დღეში 10, შეიძლება 20 საგამოძიებო მოქმედებაში შეიძლება რომ მიიღოს მონაწილეობა, ეს რა თქმა უნდა პრობლემა არ არის, თუმცა აი ამგვარ ვითარებაში ამ პიროვნების და ზოგადად თარჯიმნის მონაწილეობა და მონათლა, ესე რომ ვთქვათ, ნეიტრალურ პირად არ ღვევს მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს, რომლითაც მითითებული არის, რომ რეალურად ამგვარი ნეიტრალური პირი არ უნდა იყოს დაკავშირებული რომელიმე მხარესთან, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ბრალდების მხარესთან. თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება სინდისის პატიმრების პროცესების განხილვა ერთი მეორეს მიყოლებით. დღეს 2 საათზე დაგეგმილია ასევე გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესიც, რომელსაც დიდი ოდენობის ნარკოტიკების შეძენა შენახვა ედავებიან. ამ წუთებში გრძელდება ანტონ ჩეჩინის ხდომაც, რომელსაც მსგავსად გიორგისა დიდი ოდენობის ნარკოტიკების შეძენა შენახვა ედავებიან და გრძელდება 11 პირის სასამართლო პროცესიც, რომლებსაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ან მის ორგანიზებაში სდებენ ბრალს.